შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარებად დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა, მაშასე მორიგი გამოძიების დღეც დადგა გიორგი ლუკა და ბატონი მიხეილი, ისე თქვენთან ერთად ვართ, მორიგ საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ და ვიმსჯელებთ, ვიფიქრებთ, გავშიფროთ ახალ პოზიციებს. მოგესალმებით, ბედნიერი დღე, ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ და წარმატებები. მივესალმებით მეც მაყურებელს, საინტერესო უქმეები გველოდება, როგორც ყოველთვის შაბათ-კვირა ზოგსისთვის უყვართ, ზოგსთვის ხო? ძირითადად იმიტომ უყვართ ადამიანებს, რომ ისვენებენ უქმეებია და დასვენების დღეები მოდის და მაგიტო და სპორტის მოყვარულებს იმიტომ უყვართ, რომ ძალიან ბევრი სპორტის საინტერესო მოვლენა არის ხოლმე და ჩვენს ყოველთვის მოლოდინში ვართ, რომ მალე დადგეს ეს შაბათ-კვირა, რომ მე ჩვენ გუნდებს თუ სპორტსმენებს უგულ შემატკივროთ და წინა გადაცემაზე ვთქვათ, ხო? მე მგონი გამოვიყენეთ, კარგად ხმ ბოლოს ძალიან სარისხო მქონდა ის წითელი ბარათი და მეგონა იჭუბებდნენ ერთმანეთში ეს თურქები, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა ეს. ხო, და ის ორი კარგად გავშიფრეთ და აიაქსს მომიგოს ვატშოვის აგე გიორგი მოძებნა და ძალიან მაგარი ამბავი იყო. მოგეხსენებათ რომ აიაქსის მატჩი გრონინგენთან და თუ არის გადაიდო, ხო, პროტესტის გამო აქ საინტერესო სხვა იყო, რომ ჩატარდა ოდღეში მაყურების გარეშე ბუნებრივია და ერთი მაყურებელი ყავდათ. სიმსივნის უკანასკნელი სტადიონი თავდადაკნული გულშემატკივარი აიაქსის და მოიყვანეს საკაცით, საწოლით დააწვინეს და მისთვის ითამაშეს. პირველ თამაშზე იყო ეს ადამიანი საკაცი 84 წლის კაცი და 5 წუთში დამთავრდა თამაში და ეს ბოლო მატჩი ვერ ნახა და მე აიაქსის გამწვანება მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავის არ უშვებდნენ გარდა მაგ ადამიანს. კარგი ჟესტია. გუნდის ბოლო მატჩი და კიდევ ნახავს იმედია მოუწევს კიდევ მაგრამ თავი აიაქსმა მოიგო ეს. აიაქსმა მოიგო. კი მეც იგივე დაახლოებით 3-2 გამწვანა ჩემი, საბურთალო ნიბერიამში რა ძალიან ადულად მოიგო. თურქეთში რომ ეწერა თამაში ქოჯაელისპორის მოგება ეგეც წამოვიდა და ნუ სამწუხაროდ კვითლები ამ შემთხვევაში ვერ ბოლხუმის კვითლები ვერ გამომწვა. შემდეგ ჯერზე გავაკეთებთ ამას ყველაფერს, უბრალოდ აი ჯერზე. კი ბატონო. ხო, არის რამდენიმე ისეთი ცენტრალური დაპირისპირება და მოდი სანამ დავიწყებთ პოზიციებზე საუბარს, ბატონო შევ ნახოთ ხალხის აზრი. ხო, რა აზრი აქვს? ფიქრობენ ინტერი ლივერპულისა და რეალი მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. არის კვირის ბოლოს ლიგა ტარდება რა და ინტერი, ლივერპული, რეალი, მანჩესტერი და შედეგები რო გითხრათ რა. იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი ინტერი მოიგებს. რომ ინტერი მოუგებს ან ლივერპული ვერ მოიგებს, ცოტა. ლივერპული ვერ მოიგებს. 3-2 ინტერი. ინტერის მოგება 3-2, კარგია რომ ბურთების ხვაობაც დამისახე და მაინც ფიქრობ რომ ლივერპული მოიგებს. მინიმალური ანგარიში თავად 1-0. ერთი თვის რეალური მაინც მე მგონი ინტერი მოიგებს. ალბათ ერთი ბურთის ხვაობა 2-1 აზრი. და რეალი ხდება მანჩესტერს, მანჩესტერ სიტის. მარტო იმიტომ რომ რეალის თამაში მომწონს, იმედი მაქვს რომ რეალი მოიგებს. რეალი მოიგებს. ყველა ვარიანტი ბაბე ფორმაშია. რეალი მაინც და მაინც დიდებულად ვერ გამოიყურება. შენი აზრით იმიტომ რომ მაინც ბარსელონას ფანი ვარ. წაგება გვარდიოლა მიყვარს შესაბამისად, ამიტომაც პრემიერ ლიგაში გულშემატკივრობ სიტის. სიტი. აქედან გამომდინარე, ნუ რაღაც ლოგიკური დასკვნებიდანაც გამომდინარე, შეიძლება დასრულდეს 2-1 ან 3-1. ოღონდ ესეთი მოსაზრება აქვს, მაგრამ თქვენ რას ხვდით? ნუ ახლა თამაშები რო იქნება საინტერესო ეს ყველამ ვიცით და მოლოდინში ვართ ამ თამაშებისა და მოდი ასე ვთქვათ, ესე იგი ინტერი და ვის twin არის? ხო, ინტერ ლივერპული. ხა შემოკარგებო ლივერპული ასტროლოგიური კუთხით რო გადავხედოთ, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით არის დაავადებული. ტყუპებს ახლა საერთოდ საკმაოდ კარგი პერიოდი აქვთ. იმიტომ რომ რაღაც აღმოფრენა და ლივერპული ცოტა
ერთმანეთი დაიწყო ეს პატარა ახლა ფრენის მომენტი. მართალია ცოტა არეულია ჯერ კიდევ გუნდი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თუდად არ ითამაშებენ, თუმცა ინტერი რო ინტერია ყველამ ვიცით, მაგრამ ინტერი მინდა გითხრათ, რომ დაავადებულია თევზების ზოდიაქოს ნიშნით და თევზები ასტროლოგიური კუთხით ეს არის გაორებული მერყევი ნიშანი. ამიტომ ინტერის პრობლემა არის სტაბილურობა. ხან შეიძლება თბილისი დინამოს მაგონებს ხოლმე ძალიან ძლიერ გუნდს მოუგებს, მერე წავა და რაღაც იქ მეორე კატეგორიის გუნდთან წააგებს. ეხლა იმედია რომ სტიმულატორი ეყოლება მაღალი, ლივერპულია მაინც და აქ სურვილი ექნება მოგებისა. ასტროლოგიური კუთხით მე ვთვლი რომ მაგალითად ლივერპულმა უნდა მოიგოს, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ ინტერი ასე თუ ისე კარგ ფორმაშია, ხოლო რაც შეეხება ლივერპულს ის ეხლა იღებს ნელ-ნელა ასე ვთქვათ აი ფორმის ელემენტებს, მე ამიტომ მგონია რომ რაღაც უფრო ფრისკენ ვიხდები. აი როგორი საინტერესო მიგინება არის ლივერპული ხო რატო არა ეს ჩანს? ხო უფრო აქეთ ვიხდები. იმ კატასტროფა მატჩი რა სიტყვით? Real City. ხო, Real City ახლა აქაც მე მინდა გითხრათ რომ Manchester City-ს დიდი მოყვარული მე არა ვარ, როგორც ესეთი United-ის ფანი ვარ, მაგრამ ვაფასებ ამ გუნდს, პატივისცემ პროფესიონალის ამ გუნდისა და ნუ ახლა გიორგი კინგლაძე კიდე მან შეგვაყვარა თავის დროზე ხო ეს გუნდი, მოგეხსენება და დავადებულია ვერძი ზოდიაქოს ნიშნით. ვერძი ახლა არის ძალიან კარგ ფორმაში. ანუ ვერძისთვის ახლა არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დეკემბრის 20 რიცხვამდე დაახლოებით, ხო? რაც შეეხება მადრიდის რეალს, თევზები ზოდიაქოა, თევზები ხანდლად კარგად ვერ გზნობენ თავს. ცოტა მართალია ბილბაოსთან ცოტა გაილაღა ეხა რეალმა და რაღაცა გამოჩნდა, იმიტომ რომ მაინც როგორც მე ვატყობ ჩაბი ალონსო ისევ დაუბრუნდა სტილს, კარლიტოს სტილს და ამან უფრო გაამართლა ვიდრე მისმა ექსპერიმენტებმა ჩვენს ახალგაზრდობასთან, მაგრამ მაინც გონია რომ უფრო Manchester City შეძლებს აქ ამ ბარიერის დაძლევას. საინტერესო დავალია კი ლიგაზე მაგარი თამაშები გველოდება. ხო, ეს ორი მატჩი ისეთი გამოკვეთილად აშკარა ლიდერების და გრანდების დაპირისპირება არის და თუმცა აქაც არ გამორიცხავ პრეს, არ გამორიცხავ ამასაც. ხო, ყოველ შემთხვევაში ასტროლოგიური კუთხით City-ს მეტი შანსი აქვს, მაგრამ ნუ მაინც იმედი მაქვს იმისა, რომ ახლა ნელ-ნელა რაღაც აი ბოლო თამაში გამოცოცხლება შევატყვე Real-ს და აქედან გამომდინარე შეიძლება გათანაბროს მათი ასე ვთქვათ პერსპექტივები. ორი ფრენა მაგარია. აი პოლიცია რაიდან გამოსკავს იმონი. მოდი ლუკა შევეხოთ გავწდეთ ფეხბურთს ცოტა ხნით. მე რაც უყურებ ჩვენს ქვეყანაში, ან მხოლოდ ჩვენთან მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს უკვე MMA. საკუთრებით ორგანიზაცია, როგორც არის UFC. ჩვენთან ამას ლოგიკური ახსნა აქვს, ხო, ეხლა ქართულმა მებრძოლებმა ისეთი შედეგები დააფიქსირეს, ორი მოქმედი ჩემპიონი ყავს და ყველაზე დიდ ქვეყნებს აყავთ ორი მოქმედი ჩემპიონი იქ. ერთი სამერაბზვალიშვილი და ილია ზოფორი. ასე რომ ჩვენთან ძალიან პოპულარული გახდა ისაც ხა საქართველოს ყოველთვის იყო ხო საბრძოლო ხელოვნებების პატივისცემაც სიყვარული თუნდაც ჭიდაობა ძიუდო ასე შემდეგ კრივი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ლოგიკურია ძალიან პოპულარული გახდა და UNT-ია UFC სადაც თავარი ბრძოლა არის მერაბდვალიშვილი პიოტრიანი ქართველი მებრძოლი მეოთხედ იცავს ქამარს ამ მიმდინარე წელს და ეს იქნება რეკორდი თუ მოახერხა ჩვენ ყოველს ჯერ მოახერხებს ქამრის დაცვას პიოტრიანის წინააღმდეგ რომელიც ძალიან კარგი მებრძოლია მაგრამ ერთხელ უკვე დამარცხებული ყავს და მეორედაც უნდა დაამარცხოს და ამ ჯგუფზე ბატონი მიხეილისგან გვინდა აზრი გვაინტერესებს. აბა მაშინ მომაწოდა ინფორმაცია 1991 წლის 10 იანვარს არის დაბადებული მერაბდვალიშვილი. ხოლო მისი მეტოქე იანი 93 წლის 11 თებერვალს. უი, ჩვენ დაბადებული. აჰა, 11 თებერვალს მერწყული. მერწყულია 1 და 10 იანვარს ესე ხედავ. ცოტა დააყო და თხისკა, არა, თხისკა სერიოზული ნიშანია. იცი რა, ეხლა მე რასოკულა მერაბის მხარეს ვარ ყველა ვარიანტში, მაგრამ მინდა ასტროლოგიური კუთხით თხისკას მე მაგალითად აი აქედან ჩანს რომ ასტროლოგი არ აქვს პირადი. პირადი ასტროლოგი არ აქვს. პირადი ასტროლოგი ვიყავდა სხვა ჩვენს ცნობისთვის. სკოლარი როცა იყო ბრაზილიად მთავარი წვრთნელი, მათ ყავდათ ეს იყო მაჩადო და ლინკი ორი ბრაზილიელი, თუმცა ამაზე არ ხმაურობდნენ და მათ გამო სხვა ჩვენს არ წაიყვანეს მაშინ რომარიო
მსოფლიო ჩემპიონატზე და ჟარდელი. ეს მარა გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. ვისენტე ფეოლა იყო ძალიან კარგი ასტროლოგი. ზაგალო ხო იყო ბრწყინვალე. ზაგალოს აქვს საერთოდ წიგნი, რომელსაც ქვია ფეხბურთი და ასტროლოგია. გადასწორებად ბევრი არ იცის ამის შესახებ როგორ იყენებენ ამას. მე ახლა რატო დავიწყე ამაზე ხა საუბარი. სხვათა პიტ სამპრას ყავდა პირადი ასტროლოგი. ამაზე ახლა არ ახმოვანები, მაგრამ ძალიან ბევრი იყენებს ასე ვთქვათ ასტროლოგთა რჩევებს. მე მაგალითად რო ყოფილიყავი ახლა მერაბის ადგილას და რჩევის საშუალება რომ მქონდა, მე მას ვეთყოდი რომ ამ პერიოდში არავითარ შემთხვევაში ეს ბრძოლა არაც არ მოხს. თხისკას აქ ახლა კრიტიკული პერიოდი, ყველაზე ცუდი წლის განმავლობაში. აი დაიწყო იგი დაახლოებით 26-27-ში და გაგრძელდება დაახლოებით 20 დეკემბრამდე, ხო? აი ახლა იმუნიტეტი აქვს ყველაზე დაბალი. ადვილად იღლებიან, შრომისუნარიანობა ეცემა, ანუ ენერგიის აღდგენისთვის ჭირდება გაცილებით მეტი დრო. მეხუთი და 20 აგვისტო 20 დეკემბრის მერე პირიქით საუკეთესო პერიოდი ეწყება 20 იანვრამდე მომავალი წლისა, თხის რქებს. მე მაგალითად მიბრძოლას თუნდაც 20 დეკემბრის მერე დავნიშნავდი, აი, ამიტომ ვამბობ, საჭიროა რომ იცოდნენ, კონსულტაციაც ჩაატარონ. კონსულტაცია რო ჩაეტარონ ბინა, ხო? 20-ის მერე გაცილებით ეფექტური იქნებოდა. ამიტომ მე ახლა არ მინდა რაღაცა ისეთ ვთქვა, რომ გული აუცრო ადამიანებს, მაგრამ ახლა მჯერა უბრალოდ მისი გამოცდილების, მჯერა იმ რაღაც ფაქტორების რისი მეშვეობით, ერთ-ერთი რასაც ურჩევდი აქედან, ესე იგი, არ ვიცი, აკეთებს ამას თუ არა, მაგრამ გასვლის წინ მაგალითად ლოცვა რო ჩაატაროს, იქნება ძალიან კარგი ენერგიას მოუმატებს ეს. მაგრამ მთლიანობაში რაღაც არ მომწონს ეს თარიღი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვერ მივცემ, ამ შემთხვევაში ფსონს იმაზე, რომ მაინდა-მაინც გაიმარჯვებს. იმიტომ რომ ახლა მერწყული უკეთეს ფორმაშია, უფრო კარგად უზნობს თავს, ვიდრე თხისკა. ამიტომ მე ხა ჩემი უნდა ვთქვა, თუმცა გულით დასულით მერაბისკენ ვართ ხო. იმედი ვიქონიოთ, რომ არ გამართლდება, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება იმედი. ხო, ზებუნებრივი ძალა ვთქვა, რომ ხოს მერაბს. აი ამას ვამბობ. გამოცდილება პლუს თუ კიდევ პატარა ლოცვა რაღაცა იქნება, ეს მისცემს დამატებით შესაძლებლობას. კი. იანის ხოლმე გადაახოს და პლუს კიდევ ვარსკვლავების რაღაც და მისი პროფესიონალიზმი თავისთავად ხო ეს კიდე ცალკე თემა რომელიც այդ კრიტიკულ პერიოდში ყოველთვის ეხმარება გამოცდილ მებრძოლს. მოდი დავწერე მაშინ ერთ პოზიციას რა ხარ შევეხეთ. საინტერესო კარდია ეხა დვალიშვილიანი რა თქმა უნდა თავარი ბრძოლა, მაგრამ მანამდე საინტერესო ჭუბები არის და ერთი მომეწონა და თან იობს მეგონი დაინემე არ დაგიწერია ჩვენ გააცარაში და მოდი შევეხოთ ხმარ ფეხბურთი ხო არა ეგეთი ჭუბი არის ბრუნო ფერეირა მარვინ ვეტორი მარვინ ვეტორი ქართულმა შემადგენლობამ კარგად გაიცნო იმიტომ რომ ორჯერი ჭუბა ამ ბიჭმა რომანდოლიძის წინააღმდეგ პირველი ჭუბი მოუგო მეორე წააგო და ვერ არის ბოლო დროს კარგ ფორმაში ნუ მე ვეტორის რა გამოარჩევს ის რომ არის ფიზიკურად საკმაოდ გამძლე არ არის განსაკუთრებული არც ტექნიკა არ აქვს არაფერი ისეთი რის გამოც შეიძლება იყოს ტოპ მებრძოლი, მაგრამ იყო რაღაც პერიოდი ტოპებში, იმიტომ რომ გამძლეა, ძალიან რთულია მის დანოკაუტება, ის კარგი ხმა აქვს, როგორც ამბობენ ხოლმე ამ სპორტში, მაგრამ სამი წაგებიან სტრიგზეა ეგრეთ წოდებულზე. სამი წაგებით მოდის ამ ჭუბამდე და მე მგონი ნელ-ნელა უკვე აქ იოცში ეგრეა ხოლმე ზოგადად და ამ სპორტში რომ წაგებები მოყვება და ნელ-ნელა უკვე ტოპებიდან ვარდები და მერე სადღაც ტივტივებ სკერისკენ და ეს ბრუნო ფერეირა ბრაზილიელი მებრძოლია შედარებით ნუ ასაკით ერთ წლით დიდია ვეტორიზე, მაგრამ ნუ შედარებით უფრო usახელოს თქო გამოუცდელი, იმდენი ჭუბი არ აქვს შეგარებული, მაგრამ ბოლოს მოგებებით არის ნახე 1-2 ჭუბი ამ ბიჭის და საკმაოდ კარგად იბრძვის ასე ვთქვათ და შანსების დაახლოებით თანადროულად ფასდება და იმის გამო რომ ვეტორი ბოლოს ძალიან არ მომწონს როგორც ირჯება ოქტაგონში მგონია რომ ბრუნო ფერეირა ამ ჭუბს მოიგებს და ჩემთვის ფავორიტიც არის 2-0 აქვს კოეფიციენტი, მაგრამ ჩემთვის ამ ჭუბში ბრუნო ფერეირა ფავორიტი და ვფიქრობ რომ მარვინ ვეტორის მოუგებს ასე რომ ჩემი პირველი რჩევა და პროგნოზი ეს იქნება რომ აი საღამეს UFC-ს კარგის ღამეს ბრუნო ფერეირა მარვინ ვეტორის დაამარცხებს. დაუჯერეთ. ხო, ნუ არგუმენტაცია არის, რაც თავარია და შიფრულად ფერეირა არის 4 ნოემბერს და 20 სექტემბერს არის მარვინ ვეტორი. ესეც ვნახე მაგრამ. 20 ნოემბერს? 4 ნოემბერს ფერეირა, ვისაც მე ვამბობ და 20 სექტემბერს მეტოქი ვეტორი იტალიელი. აჰა, ნუ ახლა ამ შემთხვევაში კი
მე გეთახმები, იმიტომ რომ მორიელია ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი და სწორედ ფერეირა. თქვენს გამორიელია. კი ბატონო. ამათ ვიტყვი ბრუნო ფერეირას მოგებას მარვინ მეტოვის. კი ბატონო. კარგი, მე მაშინ მაინც ფეხბურთით გავაგრძელებ, არ შემიძლია არ შევეხო MLS-ის ფინალს. ინტერი, ვანკუვერი, ინტერ მაიამი, ვანკუვერი, მესის აქვს შანსი მოიგოს კიდევ ერთი ტურნირი, მე რამდენია 59 თუ რა. ყველა. ხო, უნიკალური მოვლენა არის, რა თქმა უნდა. ვანკუვერი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, გიორგი დამეტანება, ძალიან კარგი გუნდი არის და რეგულარულში მოუგო კიდეც საკმაოდ დამაჯერებლად თან ფლორიდაში. ეხლა იქ არის. ხო. და თომას მიულერი ყავთ გამოცდილი ადამიანი. ადვილი არ იქნება. ამიტომ მე მოდით ვივარაუდებ, რომ ამ შეხვედრაში იქნება ბევრი ბარათი. არ ვიცი საჯი ვინ არის. მგონია რომ საკმაოდ ხისტი დაძაბული მატჩი იქნება. გოლებიც მგონია რომ გავა, ორივე შემტევი გუნდია და მგონია რომ იქნება უხეშიც. ეგრე მოვიდნენ ამ ფინალამდე, იმიტომ რომ MLS-ის ამ პლეი-ოფებში ყველა თამაში ძალიან დაძაბული იყო და ყველგან ბევრი ბარათი იყო, ესეც ფინალიც არ იქნება. მაგრამ რატომაც გონია რომ უფრო მაინც მაიამი მეც მგონია რომ შემადგენლო კეც ახლა როგორ გინდა გულშემატკივრო კაც რომელიც ჩავიდა იქ ასაკში. ერთი პერიოდი არის კარგი 20 დეკემბრამდე მათ კარგი ზონა აქვს დაიწყოთ აქედან და მეორეც ერთი ახლა მესი და კომპანია მithumetes ამთავრებენ უკვე ბოლო თამაში აქვს ბუსკეტს, ალბას და მე მგონია რომ სულს და გულს ჩადებენ ამ თამაში რომ ეს მაინც გაიმარჯვონ და მოიგონ. ეს უარესი მიიღებს ყვითელ ბარათს, თამაში გარანტიას გაქვს. შანსი არის. უკბენს ვინმე უკბენს. საოცარი რაღაცა ესე კმენდა მე არ გამიგი მაგის გარდა არ გამიგია სხვებზე რომ ასე კმენდნენ რა. სისტემატურად იყენებდა. თავისთავად ხელით გამოტანილი ბურთი ლეგენდა არის და ბევრი სხვა. ორიგინალური იყო, რა მაგარი იყო ძალიან. იყო რა არის კი ძალიან კი ბატონო. ხო, მოკლედ ამ თამაში ბევრი გოლი, ბევრი ბარათი, ესენი ყველაფერი მგონია. მიუხედავად იმისა, რომ ფინალების დროს ამას არ ვიხებით ხოლმე, მაინც დაძაბულობა რაღაც ბოლომდე მიყვა. აპაპა, აქ ეს არ იქნება ღია ფეხბურთი, MLS-ი მაგიტომაც მოგწონს და გვიყვარს. აი ეს ლახ ფეხბურთს თამაში. კი. სხვა ბევრი ჩემპიონატისგან განსხვავებით. აი ეს იქნება ჩემი პროგნოზი. კი ბატონო, მოდი გავაერთიანებ რა ორ თამაშს ერთად ვიტყვი უკაში. ნებართვით. ლარი ფეხბურთის რა გითხრა, მაგრამ დიდ დაძაბულობას ველოდები აქ არგენტინაში გვაქვს ნახევარფინალები ჩემპიონატის. ორი ნახევარფინალია და ისე დაჯდა, ისეთი გუნდები გავიდნენ, რომ ორივე ძალიან დაძაბულია იმის გარეშე. ნახევარფინალები რო არ იყოს, უბრალო შეხვედრა რო იყოს, მაინც ეგრე იქნებოდა. პირველი არის ბოკა რასინგი, ორი დიდი გუნდი არგენტინის მასშტაბით და ისედაც რატომაც ბოკა არის ძალიან ფავორიტი, კი ბომბონერაზე კი არის თამაში, მაგრამ ბოკამ წინა მეოთხედფინალი 1-0 მოიგო მინიმალური სხვაობით და მეტოქე გუნდს ჰქონდა ძალიან დიდი უპირატესობა. თავიდანვე გაიტანეს გოლი და მე 20-80-ზე ბურთის ფლობა და რავი რატომ უნდა აკეთებდეს ბოკა უნივერსი ამას რომ სახლში თამაშობს შედარებით სულ გუნდთან და გოლი გააქვს და მე დაცვაში იდგეს მე ვერ ხვდები, მაგრამ ხშირად აკეთებენ. რასინგი ბოლო პერიოდში უკეთესი გუნდი მგონია ვიდრე ბოკა ბოლოს 3 წელია. 5-ია კოეფიციენტი რასინგს და შეიძლება ძირითადად დროში ვერ ამარა რატომაც გონია რომ რასინგი გავა ფინალში საბოლოო ჯამში მოიგებს მაგრამ იგი უბრალოდ რჩევის სახით ისე აქ ბარათები მინდა ავიღო აუცილებლად მგონია რომ იქნება ბევრი ბარათი ამ შეხვედრაში და მეორე მატჩი საერთოდ ახსნაცავ და მეორე ნახევარფინალი არის ხიმნასია ლა-პლატა ესტუდიანტესი ლა-პლატა ლა-პლატური დერბი არგენტინაში ვიცით როგორც არის ბოკა რივერი, ნიუელსი როსარიო, ესტუდიანტესი ხიმნასია, ეგეთი დერბები. ესე ესტუდიანტესი ვისთან? ხიმნასია ლა-პლატა, ესტუდიანტესი ლა-პლატა. მაგრამ მე ერთი რა მაინტერესებს ახლა გიორგი შენთან. აი სკანდალი რო იყო ახლა ხო? ესტუდიანტეს მე მგონი ვიღაცები უნდა გამოაკლდნენ და არის ეს ძალაშია ეს ამბავი? მე მგონი არა, მე მგონი. და დისკვალიფიკაციას აღლებდნენ ვიღაცებს ესტუდიანტებს. არა, ანუ პლეი-ოფებში თამაშობს. ანუ ითამაშებენ ძირითადი ძირითადი გუნდით იქნება ესტუდიანტესი ისე როგორც ხიმნასია და რავი არ წარმომიდგენია რომ ამათ ამხანაგური თამაში რომ ითამაშონ ისე ეზიზღებათ ერთმანეთი რომ იქაც ხოცავენ ხოლმე და ნახევარფინალში თან არც ერთი არ იყო არც ხიმნასია და არც ესტუდიანტესი იმის ფავორიტი რომ ნახევარფინალში გასულიყვნენ რაღაცნაირად გაძვრდნენ აქამდე და ფინალში გასასვლელი თამაში გადის ერთმანეთზე და უნდა დახოცონ ერთმანეთი ასე რომ ბოკა რასინგი ხიმნასია ესტუდიანტესი ორივე ამ
შეხვედრაში რატომაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ბარათი იქნება. მე ძალიან ბევრი არის 7 მინიმუმ 7 მაინც უნდა იყოს ორივეში. მე ვფიქრობ, რომ რასინგი მოიგებს, ბოკას ახლა ცუდი პერიოდი აქვს ასტროლოგიურადაც და ვფიქრობ, რომ სტუდენტესი, სხვაჩვენს არ თქვენ ალბათ არ გახსოვთ, მაგრამ 70-იან წლებში სტუდენტესი ვერონი რო თამაშობდა, მამა, რიბაუდო, კარლოს ბილარდო, კონიგლიარო, ფანტასტიკური გუნდი იყო Manchester United-ს რომ მოუგეს. ჩვენ არ გვახსოვს, მაგრამ ყავს ერთი პიროვნება, რომელიც ამას გვახსენებს ყოველ ბიზინა ბარათაშვილზე, აბა ეს ბიზინა კი. ხო, მე ამას ბენფიკა სპორტინგს მივამატებია, ჩემი პროგნოზი ასეთი, რომ ამ ორ მატჩში, რომელიც გიორგიმ თქვა, დავუწევთ წითელ ბარათებს და ამას ბენფიკა სპორტინგის წითელ ბარათს ივარდი რა. ნული მქონდა ეგეც. ეს საინტერესოა შე როგორი მსაჯი იქნებოდა. მოედავს. ბარათებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილება. დავიფაროს, რომ აი პროფესია არის. ნეტა იყო. რაღაც მიდრეკილება აქვს, ეს ბარათებისადმი და რა სიზავს მოედავს საინტერესოა. პოზიციები მაქვს. კარგი, გაითვალისწინეთ ესეც, რა ვიცი, წითელი ბარათის საკმაოდ მსუხე და კარგი ისა კოეფიციენტები აქვს, ასე რომ შეიძლება ამის გამოყენება. ლიგას მოდი არ შევეხები, შაბათკვირები გამოვიყენოთ, բայց ლიგაზე უკვე მაყურებელს ხმარისად კი. აბა მიხეილმა სხვა. არის საფრანგეთში საინტერესო მატჩი, ჩემპიონთა ლიგისთვის, ლიგის ზონისთვის ბრძოლა ლილი მარსელის ოლიმპიკი. ველოდრომზე არა, lilis მოედანზეა ეს შეხვედრა და ბრისარია შეხვედრის თავარი არბიტრი, კოეფიციენტი ისევ და ისევ ბარათებს თავალბას. სამნახევარზე მეტ ბარათს აქვს ძალიან კარგი კოეფიციენტი და ლილი მარსელი ბრისარით მესამე მეოთხე ადგილზე ყოფილი გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. არის ოთხივარად განაერთა უნდა იყოს. ამიტომ აი საფრანგეთში ავიღებთ ამ პოზიციას მე თქვენი სტემპართვით. კი ბატონო, აითვალისწინეთ ეს, კარგი აღარწერს მეტი არაფერს ასე რომ ორი ერთად მივაბავ. ხო, ახლა რამდენიმე ვარიანტია და მოდი ერთად ვიმსჯელოთ. ჯერ ერთი მგონია რომ გამოსაყენებელია გუშინ ბოხუმა, გუშინ წინ ითამაშა ბოხუმა თავისი მატჩი თასზე. გუშინ თუ გუშინ ხო როცა რაღაცა მეკინა გუშინ წინ. წააგო, მაგრამ კუთვნილება იწამოვიდა, საქმე რაშია რომ გას მეხუთე წუთზე გავუდეს კაცი თუ რაღაცა და მაგიტომ ეს საოცრება არის გამოდმებით ფანგებიდან შეტევები გინდა ამათ შესრულებით და გინდა ამათ წინააღმდეგ სულ კუთხურზეა გადასული ახლა ეთამაშება ბოხუმი არმინიას სახლში გონია რომ აქაც ძალიან ბევრი კუთხური იქნება ისევე როგორც გონია ვოლსბურგი უნიონის შეხვედრაში ბევრი კუთხური აი კიდე მინდა შევარჩიო ამ ორიდან პოზიცია კუთხური კარგად დაამუღამა არსენალმა ხო რამდენი გოლი გაიტანა და ამათ აქვს ეს პროდუქტიულობა კუთხური უბრალოდ კუთხურია თუმცა სამშობლო მეორე გუნდეს ისე ბოხუმი ისე მოდი ბოხუმი ავიღოთ ბოხუმი ბილფელდის არმენია ორი ესეთი არც ისე კარგი გუნდი მოდი ეს არც კარგი გუნდებიც იგი ბუნდესლიგაში იყვნენ ორივე ხშირად. ხო და იყოს მოდი აქ ავიღოთ ბევრი კუთხური შეიძლება 10-ზე, 11-ზე, 15-ზე მეტიც კი იყოს ისეთი მატჩია. ასე რომ გაითვალისწინეთ, ბოხუმი ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდია. ამიტომ ამბობ. და აქაც შესაძლებელია იყოს საკმაოდ ბევრი ყვითელი ბარათი, მაგრამ სულ ბარათებს ვარ დავუწევ. ყვითელი არ იქნება? ბოხუმი არმენიაში მარუც საჯის ხო არის მე მაგრამ არ მეხებით რომ მაგასაც ყვითლებს შევწერ იყოს კუთხურები მოდი და გამოვიყენოთ აი ეს პოზიცია კი ბატონო გონია რომ აი განაცემაში მაინც 6-დან 6 უნდა გავამწვა წამოვიდოთ რომ ყველა რა თქმა უნდა პროგნოზე დამწვანდეს თქვენ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ცოტა მეტი აქტიურეთ მოგწერეთ კომენტარებში რა გაინტერესებთ რა გამიხილოთ რომელ სპორტს უფრო მივაწვევთ ასე რომ აქტიურეთ იყავით ჩვენთან ერთად და არ გამორჩეთ უკვე შემდეგი გამოშვება ეს კი ამით უნდა დავასრულოთ კიდევ ერთ წარმატებები ყველას ნახვამდის კარგად